შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სპეცოპერაცია ბოლო 24 საათის განმავლობაში ჩაატარეს და დააკავეს 88 ნარკორეალიზატორი, მათ შორის გამოავლინეს ეს პირები. სპეცოპერაცია ჩაატარდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა რაიონებში, მათ შორის თბილისში და სამართალდამცველებს თან ჰქონდათ მოსამართლის განჩინება. განჩინების საფუძველზე გაიჩხრიკა ავტომობილების, სახლები, დაკავებულების და მათი ჩხრიკის შედეგად არის ამოღებული 10-მდე დასახელების მომაკვდინებელი ნარკოტიკული ნივთიერება, მათ შორის ცეცხლსასროლი იარაღები და მათ შორის თანხა, რომელიც სავარაუდოდ ნარკორეალიზატორებმა ნარკოტიკული ნივთიერების გაყიდვის შედეგად მიიღეს. ასევე ჩატარდა საკონტროლო შესყიდვები და მოპოვებულია ათობით მტკიცებულება, მათ შორის ვიდეო მტკიცებულება, როგორ ასაღებდნენ მოქალაქეები, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები ნარკოტიკულ ნივთიერებებს ადამიანებს. დაკავებულია უპრეცედენტო რაოდენობის 88 ნარკორეალიზატორი და ნარკოდანაშაულში ჩართული პირი. ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალება, ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები და სავარაუდოდ ნარკოტიკების უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველების მიერ ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები დგინდება, რომ დაკავებული ნარკორეალიზატორები ნარკოტიკულ საშუალებებს მოქალაქეებზე სისტემატიურად ყიდნენ. პოლიციამ მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვების, ასევე ბრალდებულების მიერ მითითებული ადგილებიდან მათი პირადი ავტომანქანების და საცხოვრებელი სახლების ჩხრიკის შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, ალფა-პვპ, ბუპრენორფინი, მეთადონი, მორფინი, MDMA და გამომშრალი მარიხუანა ნივთკიცებად ამოიღო. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ასევე ამოღებულია ნარკოტიკული საშუალებების დაფასვებისათვის საჭირო მასალები. დაკავებულებს სავარაუდოდ ბრალს ხვალ წარუდგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტროში ამტკიცებენ, რომ მხოლოდ ბოლო 7 თვის განმავლობაში მათ 5000-ზე მეტი ნარკორეალიზატორი გამოავლინეს და მისცეს პასუხისგებაში.